ილია ჭავჭავაძე ხედავს რომ ეს კარგია ეს თავისუფლების ეს ხარისხი, მაგრამ ეს სახარების ნათელთან ერთად უნდა იყოს. ამიტომ და ქართველებთანაც ასეთი მომენტია რომ ქართველები უმეტესად მორწმუნეები არიან ილიას დროსაც. ხო და ეს ამიტომ ცდილობს რომ ეს ასე ბუნებრივ თუ წმენას ამ ტრადიციას ქართველების რო არის ღმერთი, არის მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება და თავისუფლება მარადიულ ფასეულობებს უკავშირდება და მათ შორის კონფლიქტი არ არის, ესა დიდი რაღაცა ეროვნული ასე ვთქვათ ინტუიცია. მე არ მომბ ეს გენეტიკური კი არა, უბრალოდ ეგრე იყო რაღაც. ეხლაც ასე არის ბევრწილად საქართველოში რომ ქართველები არაპირისპირებენ ერთმანეთთან ძირითადად ამ ტრადიციის გავლენით, იგივე ვაჟას, ილიას, შოთა რუსთაველის ტრადიციის გავლენით, არაპირისპირებენ ერთმანეთთან თავისუფლებას და ჭეშმარიტებას. ერთად მიაჩნიათ ეს ონტოლოგია და თავისუფლება, ონტოლოგია რა არის? მოძღვრება არსის შესახებ, რომ არსი არსებობს, არსი არის აუცილებლობა რაღაცა ახლავს არსს. მე არ ვიგონებ ყველაფერს, რაღაცა არის აუცილებელი, ღვთიური არის, წმინდა არის. ამიტომ თავისუფლება და ეს ონტოლოგია ერთმანეთს არ უპირისპირდება.